აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. მთავრობის ხელმძღვანელმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში შექმნილ ურთულეს გეოეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აუცილებელი და მნიშვნელოვანი უწოდა ამ საკითხზე მსგავსი ტიპის კონფერენციების მოწყობას. აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო ტრადიციულად წელიწადში ერთხელ აწყობს ასეთ კონფერენციას და ჩვენ ვიხილავთ ზოგადად იმ პრობლემებს, რომელიც ბუნებაში ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისით არსებობს და ჩვენ ძირითადი აქცენტი გადაგვაქვს აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. რუსეთი უფრთხილდება თავის ინერტულ მასალას და იქ თავის ტერიტორიაზე არ უნდა მიაყენონ ზიანი ბუნებას, ეკოლოგიას, პლაჟებს და სამოქმედო ასპარეზად გადააქციეს აფხაზეთი. ჩვენ უკვე პერმანენტულად ვცდილობთ იმაქციოთ სოფლიოს ყურადღება ამ პრობლემებისადმი თვითონ აფხაზების ყურადღება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ ჟენევის ფორმატში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დღევანდელი მასალაც შეჯამებული სახით გაეგზავნება ყველა იმათ, ვინც ჩართულია ამ პროცესში. ძირითადი მოხსენება აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დირექტორის მრჩეველმა ბადრი გალდავამ წარმოადგინა. მომხსენებელმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვებისა და გატანის ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი განმარტებით ეს პროცესები აფხაზეთის გარდა საფრთხეს უქმნის შავი ზღვის მთელ სანაპიროს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა დროული რეაგირება და სანაპიროს ზოლის ხელოვნური ჩარევის გზით აღდგენა. ინერტული მასალის მოპოვება დიდი რაოდენობით. ეს არის ძირითადი მიზეზი, რაც იწვევს სანაპირო ზოლის გადარეცხას. რო გადაირეცხება, შემდეგ ნელ-ნელა ზღვა შემოდის ნაპირისკენ. თუ ასე გაგრძელდა, რეკრეაციული ეკოსისტემა აღარ იარსებობს. სანაპირო ზოლიდან ინერტული მასალის ამოღება არ შეიძლება. ეს ყველაფერი არის რუსული ინტერესების. პირველესი მიზანი ის არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მივიდეს ეს საკითხი, რომ ესეთი გეოეკოლოგიური სიტუაცია არის სანაპირო ზოლის გასწვრივ აფხაზეთში. უნდა შეიკრიბოს არასამთავრობოები და ამაზე პროტესტიც უნდა თქვან. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ემილ წერეთელმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მელორ ალფენიძემ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ და სხვა გამომსვლელებმა ისაუბრეს შავი ზღვის სანაპირო ზოლში შექმნილი ეკოკრიზისის აღმოფხვრის შესაძლო გზებზე. საკმაოდ რთული პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენ შავი ზღვის სანაპიროსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ინერტული მასალის გატანა ხდება აფხაზეთის ტერიტორიიდან, გარდა ამისა სერიოზული პრობლემა გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია უკვე ნაპირების გამაგრება არ მომხდარა. მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა არ ეხება მარტო საქართველოს ზოგადად, ეს ეხება ზოგადად მთლიანად შავ ზღვას და ეს არის ყველაზე სერიოზული საკითხი, რომელიც პრინციპში უნდა იყოს აყვანილი სახელმწიფო პროგრამის დონეზე. პირველ რიგში უნდა მოხდეს შეჩერება ინერტული მასალის გატანისა სანაპირო ზოლიდან. გარკვეული რეკომენდაციები დღევანდელ დღეს იყო გაკეთებული. იმედი მაქვს, რომ ეს რეკომენდაციები მოსმენილი იქნება იმ ადამიანების მიერ, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. ეს თემა უნდა იყოს სერიოზული მოლაპარაკების თემა, თუნდაც ჟენევის ფორმატში. დღევანდელი კონფერენცია უბრალოდ იყო ძალიან კარგი, დროული. მეტრო რაც დღეს მიმდინარეობს საერთოდ შავიზღვისპირეთზე კავკასიის და მით უმეტეს აფხაზეთის შავიზღვისპირეთზე ეს არის კატასტროფა. თუ ასე გაგრძელდა, ცოტა ხნის შემდეგ საერთოდ აფხაზეთის ზღვისპირეთი აღარ გვექნება. ამას ემატება ის, რომ ეგრეთ წოდებული ამოღება ინერტული მასალის გახდა კომერციული. კომერციული თანაც არა სწორად წარმართული. არაფერი აფხაზეთში არ შენდება, ყველაფერი გადის რუსეთში. კონფერენცია იყო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი. დროული პრობლემა საკაცობრიო მნიშვნელობისაა, რადგან არა მარტო აფხაზეთზეა აქ საუბარი, არამედ მისი ანალოგების გამოძებნა შეიძლება სხვა რეგიონებზეც. გვიჭირს ჩვენი იდეების, ჩვენი წინადადებების რეალიზაცია გასაგები პირობების გამო, რასაც აფხაზეთში აქვს ადგილი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ გავარღვიოთ ეს ჩვენი გამოქვეყნებული სტატიების, ნაშრომების მიხედვით
ხედვით, რომლებიც ქვეყნდება უცხოეთში, სხვადასხვა ენებზე. ინფორმაციულ გარღვევას ყოველთვის მოაქვს გარკვეული შედეგი. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და მხარი დაუჭირეს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღებას, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაიგზავნება. დავგეგმეთ გაკეთდეს დიდი კონფერენცია, სადაც უკვე მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოების წარმომადგენლები, ფართო მასშტაბით უკვე ჩვენ წარუდგენთ რა ხდება აფხაზეთში. სანაპირო ზოლი რა მდგომარეობაში არის, როგორ გააკეთეს ინერტული მასალა. კონკრეტული ღონისძიებები დაისახა, რეზოლუცია მომზადდეს, სადაც ჩაიწერება რა საფრთხეს უქმნის აფხაზეთის მდგომარეობა აჭარის შავი ზღვის სანაპიროს, ასევე ჩვენ მეზობელ ქვეყნებს. კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.